სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს, რომელსაც ეწოდება მიტევების კვირა. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას. მიტევების კვირა ეწოდება იმიტომ, რომ დღეს წმინდა სახარებიდან იკითხება უფალ იესო ქრისტეს სწავლება მიტევების შესახებ. ასევე ტრადიციისამებრ სრულდება შენდობის წესი. თუ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეწოდებებს, თქვენც მოგიტევებთ მამა თქვენი ზეცათა თქვენს შეწოდებებს. ხოლო თუ არ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეწოდებებს, არც მამა თქვენი მოგიტევებთ. აი ასეთი სიტყვები მოისმინეთ დღეს თქვენ წმინდა სახარებიდან. და იმავე ქადაგებაში იქვე უფალი იესო ქრისტე ამბობს: ნუ განიკითხავთ, რათა არ განიკითხოთ. აი ამ სიტყვებით მიგვითითებს ჩვენ გზას ღვთის სასუფევლისკენ, სულის ხონებისკენ. ეს გზა კი მხოლოდ ერთია, გზა სიყვარულის, რომელიც იწყება არ განკითხვით. აი ჩვენ ისე მივეჩვიეთ ამ განკითხვას, რომ თითქმის ყოველ ნაბიჯზე განვიკითხავთ ერთმანეთს დიდი თუ პატარა ცოდვებისთვის. და განუკითხველობა კი ისეთი სულის მდგომარეობაა, როდესაც ფიქრითაც კი არ განვიკითხავთ ადამიანს. სადაც არის განკითხვა, იქ არ არის სიყვარული, მაშასადამე არ არის სულის გადარჩენაც და ქრისტიანული ცხოვრებაც. და დავფიქრდეთ ჩვენ, გვაქვს ჩვენ ასეთი სიყვარული და განუკითხველობა? რა თქმა უნდა არა. მაგრამ როგორ მოვიქცე მე თუ არ მაქვს ასეთი სიყვარული, რომ არავინ არ განვიკითხო? რა გავაკეთო? აი ამაზე ყველა წმინდა მამა პასუხობს ერთნაირად, რომ სხვათა განკითხვის მუდმივ ჩვევას უნდა დაუპირისპიროთ თვით განკითხვა, ანუ ჩვენივე თავის განკითხვა. აი მაგალითად შესწოდა მოყვასმა, დაეცა ცოდვით. და შენ მოგდის აზრი, რომ ის განიკითხო. აი ამის ნაცვლად უნდა ეცადო, რომ შენი თავი განიკითხო. და თქვა, იფიქრო, განიცადო, აღიარო შენ თავთან, რომ აი დღეს ეს ჩემი ძმა დაეცა ცოდვით. და ხვალ კი შეიძლება მე დავეცე. და შეიძლება უარესათაც კი დავეცე. და ის შეიძლება ინანიებს უკვე, ან უკვე მოინანია. მე კიდე სათანადოდ არ ვინანიებ. მაშასადამე აი არ განკითხვა დაკავშირებულია ასევე სინანულთანაც. სინანულიც ამით იწყება. ეს რა თქმა უნდა ძნელია და ღვაწლს მოითხოვს, მაგრამ ჩვენს ქრისტიანულ ცხოვრებაში უნდა ვიაროთ სწორედ ძნელი გზით, ჯვარცმის გზით. და ამდენად ვისაც სურს სულის ხონება და წყურია ღვთის სასუფეველი, უნდა იაროს აი ამ გზით, რასაც ქვია არ განკითხვა. და დღეს წმინდა ეკლესია, რომელსაც შევყავართ ჩვენ დიდ მარხვაში, მოგიწოდებს სწორედ ამისკენ, არ განკითხვისკენ, განუკითხველობისკენ, აი ამ სანატრელი სათნოებისკენ, რომლის გარეშეც სულის ხონებაც შეუძლებელია. იმიტომ რომ როგორც გითხარით, სადაც არის განკითხვა, იქ არ არის სულიერი ცხოვრება, იქ არ არის სიყვარული. რა არის აბა? მხოლოდ გარეგნული მხარეა ქრისტიანული ცხოვრების. და აი ამიტომ ჩვენ უნდა ვევედროთ უფალს, რომ შეგვეწიოს ამ თვისების მოპოვებაში, რომ ვისწავლოთ ჩვენი მოყვასების არ განკითხვა და ვიმეორებ კიდევ ერთხელ, ამას გვასწავლიან ჩვენ
ეკლესიის წმინდა მამები, რომ როგორც კი მოგინდება განკითხვა, როგორც კი ეს აზრი მოგივა, მაშინვე უნდა განაგდო იგი შენგან, დაუპირისპირო შენივე თავის განკითხვა და იფიქრო, რომ აი ჩემმა ძმამ ახლა შესწოდა, ხვალ კიდე შეიძლება მე უარესად შევწოდო და რომ მე უარესი ვარ მასზე. და ჩვენ კიდევ როცა ადამიანებს განვიკითხავთ, როგორც წესი ვფიქრობთ, რომ რაღაცით მე მაინც უკეთესი ვარ მასზე. და თუ ვცდილობთ, რომ აი სულიერ გზას შევუდგეთ, ზოგჯერ ეს აზრის გაგვიელვებს ხოლმე, რომ არა, მე არ ვარ სხვაზე უკეთესი. შეიძლება აი ამ კაცზე უარესიც ვარ ახლა, ვისაც განვიკითხავ. მაგრამ ეს წამიერად გაგვიელვებს ხოლმე და იქვე მალევე ისევ განვიკითხავთ ამ ადამიანს. და ვინაიდან ასე მივეჩვიეთ ჩვენ განკითხვას, ამიტომაც შორს ვართ ნამდვილი ქრისტიანული და სულიერი ცხოვრებისგან და იმ გზისგან, რომელსაც შეჰყავს ცათა სასუფეველში. აი ძვირფასო ძმებო და დებო, კიდევ ერთხელ გილოცავ დღევანდელ დღეს, დავფიქრდეთ ამაზე, რომ მიტევების ამ სათნოებასთან დაკავშირებულია ძალიან მჭიდროდ არ განკითხვის თვისება. და აი ამიტომ წმინდა ეკლესია დიდ მარხვაში გვიდგენს ჩვენ ყოველდღიურ საკითხავად ღირსი ეფრემ ასურის ლოცვას, რომელიც სრულდება შემდეგი სიტყვებით: თხოვნით, რომ უფალმა მოგვანიჭოს განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩვენისა. ამინ. ერთმა დაგლოცოთ.